დიახ, ქეთი, როგორ ფასდება რუსული აგრესია ომიდან 2 წლის თავზე საერთაშორისო საზოგადოებაში? ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა. თანათან რუსული ქმედებების გამოსახატად ეს ორი პოლიტიკური ტერმინი მკვიდრდება. კეთება წამყვანი სახელმწიფოების ლიდერების მხრიდან არაერთი მხარდასაჭერი განცხადებას. თეთრ სახლსა და კრემლს შორის კი უთანხმოების ერთ-ერთ მთავარ საკითხად კვლავ საქართველოს საზღვრები რჩება. დასავლეთის პოლიტიკური გზავნილების შესახებ უფრო ვრცლად ჩვენ სიუჟეტში. კრემლის მიმართ დასავლეთი ტონს ამკაცრებს. ომიდან 2 წლის თავზე საერთაშორისო ასპარეზზე თანდათან აქტიურად მკვიდრდება ტერმინი, რომელიც მოსკოვს ყველაზე მეტად აღიზიანებს – ოკუპაცია. სანამ რუსულ ქმედებებს საქართველოში თეთრი სახლი ამ საერთაშორისო ტერმინს საჯაროდ მიუსადაგებდა, მანამდე იყო არაერთი მხარდასაჭერი სიგნალი და განცხადება. საქართველოს საკითხი პრინციპულად ახლად არჩეულმა ობამამ რუს კოლეგასთან პირველივე შეხვედრის დროს დააყენა. საქართველოს საზღვრები ეს არის თემა, რაზეც კრემლი და თეთრი სახლი დღემდე ვერ თანხმდებიან. კაფიო ამერიკული გზავნილი მალევე მოსკოვმა თბილისიდან მიიღო. ობამა მედვედევის აუდიენციის დასრულების შემდეგ საქართველოს შტატების ვიცე-პრეზიდენტი ეწვია. მაშინ ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არასოდეს აღიარებს და დანარჩენი მსოფლიოსგანაც იგივეს მოითხოვს. ჩვენ არ ვცნობთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს როგორც დამოუკიდებელ ქვეყნებს და მოუწოდეთ მსოფლიოს რომ არ ცნონ ისინი. ასევე მოუწოდეთ რუსეთს რომ შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც ნათლად არის დაკონკრეტებული 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში. საქართველოს საკითხზე შეთანხმებას მოსკოვმა და ვაშინგტონმა ვერც ჰილარი კლინტონის რუსეთში ვიზიტის დროს მიაღწიეს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ეს ობამას ადმინისტრაციის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. თეთრი სახლი საქართველოს საკითხს მოსკოვის წინაშე პრინციპულად აყენებს და ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობას არასოდეს ცნობს. თანათან შტატებმა რუსეთის მიმართ ლექსიკონი და ტონი შეცვალა. მოწოდებას პატივისცემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და შეფასებას ძალის არაპროპორციული გამოყენება უფრო მწვავე ტერმინები მოხვა. ობამა მედვედევის ვაშინგტონში შეხვედრის დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ ითქვა, რომ მათ კონფლიქტის შედეგებზე აზრთა სხვადასხვაობა აქვთ. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი პოზიციები ამ საკითხთან დაკავშირებით კვლავ განსხვავებულია. თუმცა ამის და მიუხედავად, ჩვენ ხედავთ იმ პერსპექტივას, რომელიც ჩვენს წინაშეა. ის რომ სიტუაცია ამ ქვეყანაში სტაბილური უნდა იყოს და ეს ჩვენი პარტნიორული ურთიერთობის ერთ-ერთი მიმართულებაა. შეხვედრის დასრულებიდან რამოდენიმე საათში კი თეთრი სახლის განცხადება გამოქვეყნდა, სადაც რუსულ ქმედებებს საქართველოში ოკუპაცია ეწოდა. ის რაც მსოფლიოს მთავარი პოლიტიკური ტრიბუნის განცხადებაში ჩაიწერა, ჰილარი კლინტონმა სამხრეთ კავკასიური ტურნეს ფარგლებში რამდენჯერმე და ხაზგასმით გაიმეორა. შტატების ნომერ 1-მა დიპლომატმა რუსულ ქმედებებს უწოდა ოკუპაცია, და თქვა, რომ რუსეთის ქმედებებით შეძრწუნებულია. აქტუალობა რუსულ ოკუპაციას თეთრ სახლში არც ამის შემდეგ დაუკარგავს. ჰილარი კლინტონმა მოგვიანებით მიმდინარე წლის სექტემბერში კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადა, რომ ამერიკა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ვერ შეეგუება. შტატების მწვავე რეაქციის პარალელურად რუსულ აგრესიას არას დანარჩენი მსოფლიოც ეუბნებოდა. საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა რუსეთს ნატომაც მოსთხოვა. ანდერს ფოგ რასმუსენმა თქვა, რომ საქართველო ნატოსა და რუსეთს შორის უთანხმოების მიზეზად რჩება. რუსეთსა და ნატოს შორის კვლავ რჩება შეუთანხმებლობა საქართველოს საკითხთან დაკავშირებით. ეს იყო მედვედევთან შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთი თემაც. ჩვენ პატივცემთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს და მოვითხოვთ რუსეთის ჯარმა დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ჩემი აზრით უზარმაზარი რუსეთის ფედერაციას არ უნდა ეშინოდეს პატარა საქართველოსი. მე მოუწოდებ რუსეთს გქონდეს მშვიდობიანი დამოუკიდებულება მეზობელ სახელმწიფოებთან. რუსეთი უნდა ცდილობდეს მეზობელ ქვეყნებთან მშვიდობიანი თანამშრომლობის დამყარებას. რუსულ ქმედებებს საქართველოში ოკუპაცია უკვე უწოდა ლიტვამ, რუმინეთმა და სლოვაკეთმა. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულებისკენ კრემლს სხვა წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებმაც არაერთხელ მოუწოდეს. ლისაბონის სამიტამდე 2 დღით ადრე კი კრემლის მიმართ ტონის გამკაცრებას არც ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მოერიდა და საქართველოს მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო. მოსკოვის პროტესტის მიუხედავად რეზოლუციაში რუსული აგრესიის გამოსახატად ორი უმნიშვნელოვანესი ტერმინი დაფიქსირდა – ოკუპაცია და ეთნოწმენდა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია და განსაკუთრებით ტერმინები ეთნიკური წმენდა და ოკუპაცია კრემლის მორიგი გაღიზიანების მიზეზი გახდა. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ რუსეთის პროტესტის მიუხედავად იგი ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ლისაბონის სამიტამდე 2 დღით ადრე მიიღო. დღეს ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარები და შეფასებები ჩემმა კოლეგამ ლილი გოგოხია მოისმინა და ის თემას პირდაპირ ეთერში გააგრძელებს. დიახ, რეზოლუციაში აღნიშნული ტერმინები ოკუპაცია და ეთნოწმენდა რუსეთისთვის გამაღიზიანებელი და ასევე მოულოდნელიც აღმოჩნდა. სწორედ ამ მოულოდნელობის გამო ქართველი ექსპერტები ამბობენ, რომ რუსეთი ცუდ და უხელხო მდგომარეობაში ვარდება და უკვე ლისაბონში ნატო-რუსეთის საბჭოს ხტომაზე დიმიტრი მედვედევს ნატოს წინაშე თავის მართლება მოუწევს.
ლისაბონის სამიტამდე ერთი დღე რჩება. ნატოს ახალ კონცეფციაში პრინციპული ადგილი საქართველოს უჭირავს. ქართულ მხარეს ძირეული ცვლილებების მოლოდინი არ აქვს, თუმცა იმედოვნებს, რომ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარდაჭერას გააძლიერებს. ლისაბონის სამიტს წინ უძღოდა საქართველოსადმი მხარდაჭერი განცხადებები. ამერიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ ვერჟბოუმ განაცხადა, რომ გავლენის სფეროების პოლიტიკა დასრულდა. რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვა კი ამერიკის მოკავშირე და მათი მეზობელი ქვეყნების ხარჯზე არ მოხდება. ჩვენ ვაგრძელებთ რუსეთზე ზეწოლას, რათა მან შეასრულოს 2008 წლის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ყველა მხარემ რუსეთის ჩათვლით უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები რეგიონში სტაბილობის ხელშესაწყობად. ჩვენ ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ ჩვენ ქართულ მეგობრებთან, რომ სამხედრო გზით კონფლიქტები ვერ მოგვარდება. ვიდრე საქართველოს ასრულებს ნატოს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას ალიანსში გაწევრიანებისთვის, შეერთებული შტატები განაგრძობს ნატოს ღია პოლიტიკისა და 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ვალდებულებების მხარდაჭერას, სადაც განვაცხადეთ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში საქართველო რომ კვლავ შეუთანხმებელ საკითხად რჩება, ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მთავარმა მრჩეველმა კიდევ ერთხელ განაცხადა. ფილიპ გორდონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალაში რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. შეერთებული შტატები მხარს უჭერს წინა სამიტის გადაწყვეტილებას კანდიდატების თაობაზე და ჩვენ კვლავ მხარს უჭერთ საქართველოს მისწრაფებას ნატოში გაწევრიანების თაობაზე. ნატომ გარკვევით განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. მისმა წევრებმა განაცხადეს, რომ სურთ იხილონ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების სრული იმპლემენტაცია. ნატოს ყველა წევრი პატივცემს და ცნობს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამ პოზიციაზე რჩებიან ისინი ლისაბონის სამიტამდე და ამას დაუჭერენ მხარს სამიტზეც. მაშინაც კი თუ ითანამშრომლებენ რუსეთთან გარკვეულ საკითხებში. ქართული ექსპერტები თვლიან, რომ ვარშავაში მიღებული რეზოლუციის ფონზე ნატო-რუსეთის საბჭოს ხდომაზე დიმიტრი მედვედევისთვის უხერხული მდგომარეობა შეიქმნება. სოსო ცინცაძე განმარტავს, რომ რეზოლუციის შინაარსი კრემლისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. წინააღმდეგ შემთხვევაში დიმიტრი მედვედევი ნატო-რუსეთის საბჭოს ხდომაზე მონაწილეობას არ მიიღებდა. ექსპერტები თვლიან, რომ საბჭოზე რუსეთის პრეზიდენტს თავის მართლება მოუწევს. საქართველოსთან მიმართებაში მას მოუწევს თავის მართლება, იმიტომ თუ რატომ აღიარა მოსკოვმა ორი სეპარატისტული რეგიონი. მას მოუწევს თავის მართლება, თუ რატომ არ გაყავს ჯარები და არ ასრულებს სარკოზთან ხელმოწერილ ხელშეკრულებას. მას მოუწევს თავის მართლება, იმიტომ თუ რატომ არ უშვებს ევროპელ დამკვირვებლებს ამ კონფლიქტურ ტერიტორიებზე. მას მოუწევს თავის მართლება, თუ რატომ არ უწყობს ხელს თითქმის 9 მილიონამდე ტონვილის დაბრუნებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თავის არიდება მისთვის უხერხული სიტუაციებისგან დიმიტრი მედვედევისთვის დამახასიათებელი თვისებაა. სწორედ ამ თვისებას უკავშირებენ მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობაზე მედვედევის უარს. 2011 წლის თებერვალში დაგეგმილ კონფერენციაზე, სადაც მთავარი საკითხი კავკასიაა, სიტყვით საქართველოს პრეზიდენტიც გამოვა. რუსეთის პრეზიდენტმა კი მასში მონაწილეობაზე უარი სწორედ მას შემდეგ განაცხადა, როცა კრემლისთვის კონფერენციაში მონაწილეთა ვინაობა და განსახილველი საკითხი ცნობილი გახდა. დიახ, ასეთია საქართველოში გაკეთებული შეფასებები, ხოლო იმის შესახებ თუ როგორ ემზადებიან უკვე ლისაბონში ნატოს სამიტის დაწყებამდე, ამაზე ჩემი კოლეგა თამთასანიკიძე ლისაბონიდან ისაუბრებს. მომდევნო 2 დღის განმავლობაში ეს შენობა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცევა. 19 და 20 ნოემბერს ლისაბონში საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში ნატოს სამიტი გაიხსნება. უკვე მესამე დღეა, რაც გაუსაფრთხოების განსაკუთრებულ ზონებს იღებენ იმ ზონაში, სადაც სამიტისთვის განკუთვნილი შენობა მდებარეობს. გადაადგილება როგორც სატრანსპორტო, ასევე ფეხით მოძრაობა არის შეზღუდული, აქ მხოლოდ აკრედიტებული პირები დაიშვებიან. რაც შეეხება მთავარ მიმართულებებსა და საკითხებს, რომლებზეც მომდევნო 2 დღის განმავლობაში როგორც წევრი, ასევე პარტნიორი ქვეყნის ლიდერები ამახულებენ ყურადღებას. ეს არის შემდეგი: პირველი, ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციების გაგრძელება, მეორე, ნატოს რეფორმირება, მესამე, ანტისარაკეტო თავდაცვა და მეოთხე, ნატო-რუსეთის საბჭოს ხდომა. აქ დაამტკიცებენ ასევე ორ მთავარ დოკუმენტს. პირველი, 11 წლიანი პაუზის შემდეგ ნატოს წევრი ქვეყნები მიიღებენ ახალ სტრატეგიულ კონცეფციას, რომელიც ალიანსის მომდევნო ათწლეულებს განსაზღვრავს და ის ნატოს ახალ ხედვას წარმოადგენს უსაფრთხოების სფეროში. და მეორე, ეს იქნება დასკვნითი დეკლარაცია, ანუ კომუნიკე. თქვენ იცით, რომ რუსული მხარე უკვე ღიად აცხადებს, რომ ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავების ფონზე ის აყენებს კონკრეტულ წინაპირობებს და ერთ-ერთ ასეთ წინაპირობად უკვე ისინი აღიარებენ და არც მალავენ, რომ არის ნატოს არ გაფართოება აღმოსავლეთით, თუმცა ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ ნატო მსგავს
წინაპირობებს არ დაუშვებს და სავარაუდოდ ამ სამიძე კიდევ ერთხელ მოხდება საჯაროდ დეკლარირება ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების, რომ საქართველოს კონკრეტული სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში ნატოს წევრი გახდება. სულ ახალხანს გაკეთა კომენტარები, რუსეთის მხარე ძალიან ხშირ შემთხვევაში ცდილობს ალიანსთან თანამშრომლობის განვითარება წამოუყენოს წინაპირობები. ერთ-ერთი ასეთი წინაპირობა არის, რომ უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება ალიანსის მხრიდან, რათა აღარ მოხდეს მისი შემდგომი გაფართოება. დიდი იმედი მაქვს, რომ ალიანსი თავად არ დათანხმდება რაიმე წინაპირობებით თანამშრომლობის განვითარებაზე, რაზეც მათ არაერთხელ გააკეთეს განცხადება და ბუქარესტის გადაწყვეტილება იქნება შესაბამისად დასახული როგორც სტრატეგიულ კომუნიკეში, ასევე დასკვნით როგორც სტრატეგიულ კონცეფციაში, ასევე დასკვნით კომუნიკეში. საკმაოდ დატვირთული სამუშაო გრაფიკი ექნება ქართულ დელეგაციას. ერთ-ერთი მთავარი შეხვედრა, რომელიც გაიმართება ნატო სამიტზე, ეს არის 20 ნოემბერს. პროგრამა ISAF-ში, რომელიც ხორციელდება ავღანეთში. ამ პროგრამაში ჩართული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა. ამ შეხვედრას დაესწრება საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის სიტყვითაც გამოვა. გარდა ამისა, ქართული დელეგაცია გეგმავს რამდენიმე ორმხრივ და მრავალმხრივ შეხვედრებს. აქ უკვე ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ სამიტს უმასპინძლოს. გახსნილი არის მედია ცენტრიც. განსაკუთრებით დიდია მედიის ინტერესი ნატო სამიტის მიმართ და ამაზე მეტყველებს თუნდაც მედია საშუალებების სიმრავლე. 900-მდე ჟურნალისტი გააშუქებს 19-20 ნოემბრის სამიტს. ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ რამდენიმე მათგანს გავსაუბრებოდით და გაგვეგოთ თუ რა მოლოდინი არსებობს სამიტის მიმართ. როგორც ჩვენი კოლეგები ინტერვიუში აცხადებენ, მათ ყველაზე მეტად აინტერესებდა ორი მიმართულება. პირველი, როგორი იქნება ნატოს ახალი სტრატეგია ავღანეთთან დაკავშირებით და მეორე ანტისარაკეტო თავდაცვის სფეროში. ასევე გვქონდა საშუალება, რომ ჩაგვეწერა რუსეთიდან ჩამოსვლის ტურები. ჩვენ გავესაუბრეთ მოსკოვის ერთ-ერთი ანალიტიკური ცენტრის ხელმძღვანელს. ის ამბობს, რომ დიმიტრი მედვედევის ჩამოსვლა ლისაბონში და სამიტზე დასწრება ბევრს არაფერს ნიშნავს და ნატო-რუსეთის ურთიერთობებში სერიოზული გარღვევები მოსალოდნელი არ არის. არ მგონია, რომ რუსეთისა და ნატოს ურთიერთობა სასიკეთოდ შეიცვალოს. ამ ეტაპზე მხარეები შეეცდებიან საკუთარი ინტერესები დაიცვან. ასე დროს კი შესაძლოა რომელიმე მხარეს დათმობა მოუწიოს, ვინაიდან ურთიერთობების ფასი მართლაც მაღალია. რაც შეეხება სამიტზე დიმიტრი მედვედევის დასწრებას, ვფიქრობ, ეს დიპლომატიური რევერანსია, რომელიც რუსეთის მოქმედ ხელისუფლებას სჭირდება იმის ასახსნელად, თუ რა ხდება ქვეყნის შიგნით. ჩემი აზრით, ერთმნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე დასავლეთი იმარჯვებს რუსეთთან ურთიერთობაში. განხილვის მთავარი საკითხი ვფიქრობ ავღანეთის ოპერაცია და ალიანსის სტრატეგია იქნება ამ ოპერაციასთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, საინტერესოა ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციაც, რომელთაც ალიანსი უახლოეს წლებში იხელმძღვანელებს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება ბირთვული იარაღის შესახებ დისკუსია, კერძოდ კი ბირთვული განიარაღების თემა. სავარაუდოდ მიღწეული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ყველა მხარეს დააკმაყოფილებს. ნატო სამიტი გაიხსნება ხვალ თბილისის დროით 12 საათზე. დაგეგმილია ალიანსის გენერალური მდივნის სიტყვით გამოსვლა. ასევე სამუშაო დღის ბოლოს იქნება სამი ოფიციალური ვახშამი პორტუგალიის პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების სახელით და მათ ქართული დელეგაციაც დაესწრება.